დედაქალაქში გზების მოწესრიგებას მოითხოვენ ავტომობილების მძღოლები, მოქალაქეებს პრობლემებს საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების დაზიანებული ინფრასტრუქტურაც უქმნის. მოძრაობის შეფერხების გარდა მძღოლები მანქანების ხშირ დაზიანებასა და ავარიული სიტუაციების შექმნის საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორ პასუხობენ მძღოლების მოთხოვნას მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში. დეტალები მანანა გიგინეიშვილის რეპორტაჟში. მტკვრის მარცხენა სანაპირო მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია. რუსთაველის გამზირი. წინა მძღვრიშვილის და თამარ მეფის გამზირის კვეთა. ბოჭორმის ქუჩა იუსტიციის საბჭოს შენობის წინ. თამარ მეფის გამზირი თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორია. ცენტრალურ უბნებში საკანალიზაციო თუ სანიაღვრე ჭების დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ამორტიზებული ასფალტის საფარი დედაქალაქში ავტომობილების მძღოლებისთვის პრობლემაა. მოქალაქეები ამ თემაზე ვიდეო მიმართვებს სოციალური ქსელითაც ავრცელებენ და შესაბამის სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. უხსოვარი დროიდან არსებული საკანალიზაციო ჭა, რომელიც არ ემთხვევა გზის საფარს და ქმნის საავარიო ვითარებას აღნიშნულ მონაკვეთზე, მიგვაჩნია და გვეიმედება, რომ აღნიშნული პრობლემას გადაიჭერება და ზოგადად მგონია, რომ მოქალაქეების აქტივობა ამ კუთხით შეიძლება იყოს წარმატებული და ეფექტური და ჩვენი ჯგუფი შევეცდებით, რომ ამის პრეცედენტები შევქმნათ. ავტომობილების მფლობელებს საკანალიზაციო ჭების საფარის დაზიანების გამო ვულკანიზაციის სერვისით სარგებლობა ხშირად უწევთ. გარდა მანქანის დაზიანებისა, მძღოლები საავარიო სიტუაციების შექმნის საფრთხეებზეც საუბრობენ. ძალიან ხშირად ხვდები მაგის გამო ვულკანიზაციებში. ლუქია ამოწეული და აფრთხოლებს მოძრაობას. მაშინას აბუჯებს, რეზინებს უბუჯებს და ყველაფერს აბუჯებს. თავარია ისე იყოს მოწესრიგებული, რომ ხელი არ შემიშალოს. იმედია გაასწორებენ და ჩვენს რჩევებს და მოთხოვნებს გაითვალისწინებენ. ყოველ 100 მეტროში, ყოველ 50 მეტროში პრობლემაა. მაგის გაკეთებას რა უნდა? რატომ ვერ ხერხდება საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების ასფალტის საფართან გათანაბრება და მოგვარდება თუ არა პრობლემა, რომელიც მძღოლებს წლებია აწუხებთ. დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ხარვეზის გამოსწორება ეტაპობრივად ხორციელდება. 2017 წელს კი ჯივიპისთან ერთად ცენტრალურ ქუჩებში მასშტაბური სამუშაოები იგეგმება. ჯევიპისთან ერთად გამოიცვლება მთლიანად მთელი პეკინის წყლის სისტემები და ასევე კანალიზაციის სისტემები. და ჩვენ მოვაწყოთ საფარს. აქედან გამომდინარე, ის პრობლემები, რაზეც თქვენ ამახვილებთ, ეს პრობლემები აღმოხვრილი იქნება. სანამ ქალაქში ასეთი ორმოები ასფალტის საფარს გაუთანაბრდება, ავტომობილის მძღოლებს მოუწევთ მანევრი ისე განახორციელონ, რომ არც მანქანა დააზიანონ და არც საავარიო სიტუაცია შექმნან.